მე ბოლო ერთ კვირაზე მეტია ვარ სვიეთ საინფორმაციო რადიოში, სულ რამდენიმე წუთის წინ დავიგებ თამარ-ბაჩალიაშვილის მშობლებს ჩემთან მხარდაჭერა ჭირდებოდათ და რა თქმა უნდა უშუალოდ მე მინდა იცოდნენ რომ დიდავალიანის დაუსებული დედა იქნება მათ გვერდით აი ერთი ადამიანი რომ ჭირდებოდათ ის ერთი ადამიანი მე უნდა მქონო მათ გვერდით საზოგადოების თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრი შეუძლია ხალხის ძალას და ყველა უნდა გამონახოს დრო თუ კი ამ ხალხს ჩვენი გვერდით ადგომა დაჭირდება უნდა დავიგებთ ჩვენ არ დაგვიზრდია კარგი გიგა თამარი კარგი ნიკო და შემდეგ არ ჩამოთვლი ბავშვებს არ მინდა რომელიმე გამორჩეს იმისთვის რომ მე სადისტებმა მიწის ქვეშ ამოგვიფინოს აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა გაჩნდეს საბრალდების კამზე. ახლა მე გავისაუბრე თამარის მშობლებს და ასე ვიცოდი ისედაც რომ თვითმკვლელობით დაიხურა საქმე. თვითმკვლელობამდე იყვანა ხომ დასჭადია ვინ და რა მაიძულა ეს ტვინით გამოტენილი და მომავლის იმედით მცხოვრები გოგონა თვითმკვლელობამდე რომ მისულიყო ხომ რა ჯოჯოხეთი თუ კი მართლა ასე მოხდა რა ჯოჯოხეთი ქონდა მას სიცოცხლის ბოლო დღეებში ბოლო წუთებში ხო არ ვიცი აუცილებლად დღეს არ ერთი რამე მინდა ვთქვა დღეს არის ფერისვალი ისე ეცრავს ფერის ყველაფერს სექტემბრის ბოლომდე იყო თამარ-ბაჩალიაშვილის კვლელობაში ბრალდებული პირები და მე ერთმა ორმა ან თუნდაც 10-მა 20-მა შეუმდგარმა პიროვნებამ თუნდაც სახე ჩამოიხოკოს აქამდე არ ქონდა პროკურატურას მტკიცებულებები და ახლა საიდან დაიჩინაო ამას ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვამბობ და რა ვიცი მე ასე გონია მაინც რომ გულმოდგინედ ჩაუჯდება პროკურატურა თამარ-ბაჩალიაშვილის საქმეს ფიქრობ რომ არაფერი არ დარჩებოდ გამოიძიებულ მე ამას ვამბობ არა ზედაპირულად არამედ ღრმად საქმეში ჩახედულად მე ვიცი საიდან რა ამოქექა პროკურატურამ და როგორ გამოიძიეს გიგავალიანის კლუბის საქმე სრულყოფილად მართლა საფუძველად და სრულყოფილად დარწმუნებული ვარ ასე დაუდგებიან გოგოთა მშობლებსაც და მაქსიმს გაკეთებენ აქაც